მოგესალმებით ყველას ჩვენ ძვირფასო ხალხო. მადლობას მოვიხდით ყველას, ვინც ჩვენ აი ამ საღამოზე ამ შაურ პოეზიას პატივისცემა მოიდა. ქალაქელნო და სოფლელნო ყველანო. მხოლოდ ჭირს მიუსამზიბრებ ჩვენს აი ახალ ზარალ საქართველოსაც მთლიანად და ჩვენს არაგვის ხეობას. არაგვის ხეობას რომელსაც მიაყენა დიდი ზარალი და წაგვართვა ყველაზე უშველესი შვილი ჩვენი. ღმერთმა განათლოს იმისი ალალის სული და უმოყო ყოფნა ცხოვრება. ამინ. ვიახლა იმერთ ლექსის არ იყოს ვერ ახედავ კარგად. დროც მომივიდა და თვალებსაც დამატე. მე ვიცი ვარ, მე ბევრს არ ვიტყვი, აი ახლა ჩემს ლექსს აიკითხა, რა იგებ. როგორ მევალება ეს? ეგრეა, რანუ არ სიმო, მაგრამ ვაკისრებინე მაინც. მე ვიცი ვარ და რაცა ვარ. ხუმრობა გაჩვენით, აი ეგ დაჩნდება და აი ეს კაცი ვარ მე. ღმერთმა მაცოცხლოს მე სალამდე მიყვარდეს მე ჩემი ერი, ჩემი ხალხი, ჩემი კუთხე და ჩემი მთავარი. ყველა ხალხი იცოცხლე, კარად იყავით, შევირად იყო და მრავალს დაეწერეთ. ყველა აი ესეთ დღესასწაულებს, ეს არის დღესასწაული. ღმერთმა მაცოცხლოს ჩვენი დიდი უკვდავი ვაჟას სული. მოგესალმებით მეგობრებო, წავიკითხავ მე გაბრიელ გარაშვილის ლექსს, რომელიც დაწერა თავის თავზე. აქ თვითონ თქვა, რომ ძალიან დიდი ინტერესია მისი პიროვნების მიმართ, რა თქმა უნდა ეს ესეა. აი როგორ პასუხობს ამ ინტერესს. ბევრს თურმე აინტერესებს შაվել ფარხაი ვინარი ღარიბ ღატაკი დიდ ხალხთან დაუჩინარი ტყეღრებში ამ ყოფილი სოფლიდან გაუჩინარი წუთი სოფლისგან ნალეწი ბედითა გაუცინარი სახე კაც არაფერაი თვალნი ცხელ ცრემლის მდინარი ბეჩავი ფიქრთა საჭმული აიმით დაუძინარი რას ვისრა არგებს ნეტარა ხიზელაითუ მძინარი შალდაკიანში მწოლარე გზავრად მთით ჩამამდინარი ბუერად ფესვებს ურწყავდის ცრემლი ცხლად ჩამამდინარი ნისლის თეთრ ფრთილაიც ვიყავ მთის წვერით გადმამდინარი ი მაკასტახის წყაროთა ცირკლდეში გადმამდინარი ბულულად ჩაუბრუნებავ ჩემ სული ამამდინარი გულს მიავ ჩამიხვევავის ღრმახევით შამამდინარი პირიმზე მაჩლი სიცოცხლე ისართ ღელისა ჩინარი იმედად ამყავ სისკარი აღმოსავლიდან ბზინვარი ღამღუმთა ფარისაშუქი ხევხუთა გამაბწყინარი საჯიხვეების სამუდმო სალკლდეზედ დაკერებული სულჩი მიყოის სამუდმო ყოვანთა მთელი კრებული აინ ჩემ გულში ღრების არაგვი ამღერებული ივრით პირიმზე მიღიმის ბროლის ხელ მოგერებული საბოლოოდ კი ვინა ვარ ი უმღილესზე მღილია ღვთის უკვდავ ბუნებაზე და მიწებებული ღილია აი ეს არის ჩემ ყოფნა ვითომ რა უცხო ხილია ჩემ სიბეჩავე სისაწყლე ყველა თქვენ გამიმხილია აბა შენ ჩემო ფშაველო სტრიქონი შინჯად ხილია თუ ვამბო წარაუგონთა მოდი და გამაფრთხილია ისე კი პაპა ფარხაი თქმის წერა ძალიან ფრთხილია რა ვიცი არვინ დამხაჭოს არვინ გამამკრას ბრჩხილია ფრთხილობ კი ილტოს პირელმა ეგ არცა დამკრას ჩხილია მაინც კი მოვალ თქვენთანა თუ არცად გავიჩხირია
მადლობას გეტყვი უფალო თვალებ თუ ამიხილია ები და ეს პასუხი აქვე ითქვას ითქვას მიშა აქ ექსპრომტად არის დაწერილი არა უშავს გავიგებ ყორანად გარას უწერავ ჩემთვი ლექსები პანკისა სიტყვის მთქმელია მაგრისა მხაც ძალიან ჭრელი აქვისა მადლობა მინდა მივართვა გამომალებულს აქისა ღმერთმა გაცოცხლოს მოხუცო გულის მქონებო სარკისა შენ ცხირს აქ ვერავინ აგკრავს ამღებ ვინ არის ხარკისა ლექსების დიდოსტატისა სამყაროს სიტყვით მხატვრისა